თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ გერმანიაში ჰაიდელბერგის ამერიკულ ჰოსპიტალში ავღანეთში დაჭრილი ჯარისკაცი რამაზ დავითაია მოინახულეს. კაპრალი დავითაია სამშვიდობო მისიაში სპეციალური ოპერაციის შესრულების დროს სნაიპერის ტყვეით დაიჭრა. გერმანელი ექიმების შეფასებით ქართული სამხედროს მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. თავდაცვის სამინისტროს და გერმანელი ექიმების ერთობლივი გადაწყვეტილებით ქართველი კაპრალი მკურნალობას გერმანიის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში გააგრძელებს, რათა მისი სრულყოფილად რეაბილიტაცია მოხდეს. მეორე ბრიგადის 23 ბატალიონის კაპრალი რამაზ დავითაია 5 თვის წინ ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილეობისას დაიჭრა. მოვინახულეთ კაპრალი დავითაია, რომელიც ასევე 3 თვის წინ ნახე ამერიკულ ჰოსპიტალში გერმანიაში და სწორედ აქ ჰაიდელბერგში გადმოვიყვანეთ და მინდა სიხარულით აღვნიშნო, რომ გარკვეული პროგრესი მის მდგომარეობაში არის. თქვენ გახსოვთ, ის სნაიპერის ტყვია მძიმედ დააზიანა, დაუზიანა ხერხემალი. რაღაც პერიოდი დავითაია აქ დარჩება, მაგრამ ეხლა ვამზადებთ საქართველოში უკვე მის ჩამოყვანას. ეს არის ის ხალხი, რომელიც ყველაფერს აკეთებს თავის სამშობლოსთვის და ალბათ ყველაზე დასაფასებელი პირები არიან ესენი, ვინაიდან ესენი არა მარტო თავისი ენერგიის ნაწილს აქციონებს საქართველოს სამსახურში, არამედ ჯანმრთელობის ნაწილსაც ტოვებენ. დღესვე თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში ნაღმზე აფეთქებული რიგითი გურამ ჩიმახიძეს მოინახულა. მინისტრის გადაწყვეტილებით ჩიმახიძე რეაბილიტაციის კურსის დასრულების შემდეგ შეიარაღებულ ძალებში დაბრუნდება და სამხედრო ინსტრუქტორად გააგრძელებს მუშაობას. ეს გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრმა ქართულ სამხედროს პირადად გააცნო. ირაკლი ალასანიამ და გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ რიგითი ჩიმახიძე გერმანიაში ქალაქ ლანდშტუფში მოინახულეს და ადგილზე გაეცნენ რეაბილიტაციის კურსის მიმდინარეობას. გურამ ჩიმახიძე მესამე ბრიგადის 32 ბატალიონში ძალიან მძიმე სამუშაო აქვს ზოგადად გამნამღველებს და ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ ის გადარჩა და როგორც ვნახეთ, არის ძალიან მოტივირებული, რომ ძალიან სწრაფად გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან და დაუბრუნდეს სამხედრო საქმეს.